მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. დღეს პარასკევია და მე გია ჯაჯანიძე თქვენთან ერთად ვარ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან საინტერესო სტუმრები მყავს და მეთანხმებით. ამიტომ არის ჩემი გადაცემა რეიტინგული და დღეს არანაკლებს საინტერესო სტუმარი მეყოლება და ჩემი ყველა სტუმარი არის ადამიანები, რომლებიც თქვენთვის მაგალითები უნდა იყვნენ იქიდან გამომდინარე, რომ მათ ძალიან დიდი გზა გაიარეს, საინტერესო ცხოვრებით იცხოვრეს და ახლა გაგაცნობთ ბატონი ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე, პოლიციის გენერალი. უსაინტერესოესი ადამიანი. ადამიანს, რომელსაც შეიძლება კითხო, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ადამიანს, რომელსაც აქვს ისეთი საინტერესო ცხოვრების გზა გავლილი, მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის და მოისმინეთ, ვნახოთ, რას მოგვიყვება ბატონო ანზორ. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მობრძანდით ჩემს გადაცემაში სტუმრად და სანამ კითხავთ თქვენს მოღვაწეობაზე, სანამ მომიყვებით იმ საინტერესო ცხოვრების შესახებ, რაც გაიარეთ, ძალიან ბევრი საქმე გაქვთ გაკეთებული და უნდა იცოდეს, რატომაც არა, უნდა იცოდეს მაყურებელმა, მსმენელმა, მაინტერესებს როგორი ბავშვი იყავით. აი იზრდებოდით სად და აი როგორ სწავლობდით. ყველაფერი მომიყევით ბავშვობის შესახებ. გავიზარდე, რა თქმა უნდა, აფხაზეთში, მოცემჩილეში. როგორც ყველა ბავშვი ცოცხლი ვიყავ, მაგრამ გამომადგა ის ჩემი ცერქვა მე. აი ვიცი, სწავლით კარგად სწავლობდი. მაინც ხოიცი ზღვაზე, როგორც არის, უფრო სუსკე მიგვიწევდა თვალი ბავშვებს და აკვეთილებს ვამზადებდი სასწრაფო ჩქარა, რომ ჩაემბერებია დედაჩემს და მე ზღვაზე გაქვსებული ვიყავით. ვიკრიბებობით ღამეც გვიანა მოვდიოდი სახლში და ასეც შეიძლება საყვედურობდე, მაგრამ არ მენდური ჩემ ბავშვობას. იყავით ცელქი, ოღონდ სწავლობდით. მთავარი სწავლობდი, იმიტომ რომ არ მესწავლა, გაკვეთილებ არ ჩაემბერებია დედაჩემს სახლში არ გამიშვებდე და ვისწავლდი კარგად და მე ჩავაბარებდი, მე გავგოდი და მიშვებდე. ისე როგორი კარგი ტრადიცია იყო, რომ აი რაღაცას ისწავლიდით, ან რეპეტიციას გაივლიდი მშობელთან, ჩააბარებდი მშობელს და მერე უკვე თამაშის დროც და საშუალებაც ჰქონდა. რა მაინტერესებს თქვენ ბრძანდებით პოლიციის გენერალი? აი ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდით? მართალი გითხრათ, პოლიციაზე არც მიფიქრი, არც ფიქრობდი, უფრო ქუჩისკენ ვიყურებოდი მაინც. შეიძლება გვიწევდა ჩხუბი რაღაცა და უფრო ქუჩურის გვეჭირა, მაგრამ მე რომ როგორ ჯარში წავედი, ჯარიდან ჩამოვედი, მე თბილისში გადმოვედი, აქ სასწავლებლად აქ სწავლობდი და მე უფრო დავფიქრდი, წავედი პოლიციაში. პოლიციაში რომ წავედი, ფიქრობდი ახლა რაღა პოლიციაში ვიყო და ვიყო რიგითად დავრჩი, არა დაამთავრე ერთი უმაღლესი, მე დაამთავრე პოლიციის აკადემია, მოსკოვის ფილიალი იყო, უმაღლესი სასწავლებელი იყო თბილისში და ნენა ჩემი შრომით, ჩემი უპატრონო და თბილისში არავინ არ ყავდა, მე ისეთ პატრონი რომ დამხარებოდა და ჩემით მივაღწიე, ჩემი შრომით, გაჯვერებით მივედი პოლიციის გენერლობამდე. იქ გამიჭირდა, მაგრამ თავი რაც იყო, რომ რასაც თუ აგრამე საქმეს ვაკეთებდი, მიფასდებოდა და ყავდა კარგი უფროსები. აი უფრო მეტად რომან გვენცაძეს ხელში გავიზარდე და ძალიან მიყვარდა ეს კაცი და რასაც მავალებ და ვაკეთებდი და ქეს მიფასდებოდა. ისე რა საოცარია, ახლა ბატონი რომანი ახსენეთ და მეც ძალიან ბევრი ისტორიები ვიცი. იყო ძალიან ძლიერი პოლიციელი და ამავდროულად
ძალიან ადამიანური ისეთი ისტორიები ვიცი რომ აი თითქოს წარმოუდგენელია რომ ასე ცხოვრობდა ადამიანი და თან რამდენად კარგია ეთყობა მადლიანი ადამიანი ხართ რომ გაიხსენეთ და ძალიან სასიამოვნოა. ბატონო ანზორ, აი პირველი ნაბიჯი აი როდის გადადგით დამოუკიდებელი თან მიხვდით რომ აი უკვე მაღლა მივდივარ. რა იყო, რა დაწინაურება იყო ეს? დაწინაურება ვიყავი პოლიციის კაპიტანი, მეკუთვნოდა მაიორობა. ხო და მაიორობა რომ მეკუთვნოდა თანამდებობა ქონოდა განყოფილის პროსს და ყოფილიყავი სამართლოს მოადგილე მაინც. და არ ქონდა თანამდებობა, გამისცა 3 წელი. და ჩვენი უფროსი იყო ქალაქის ოურის უფროსი იყო ბორია ივანოვი. დიახ. და ბიჭებმა თხოვეს ბატონო ბორიაო, მარგიანი, კაი ბიჭიაო, წესიო და გავუკეთოთ რა 1-2 კვირით აბრიშოთო განყოფილის უფროსად. ო მარგიანი, კაი ბიჭიაო, მაგრამო სვალიაო. ის სვალობას მიშლიდა წოდება. მერე ავედი ბატონობათა და რომანი გაეცინა და მე მაგას ვასწავლი სვალობასო და იმ დღეს დამიშეს განყოფილის უფროსად და მივიღე მაიორის წოდება და მე ნელ-ნელა 90-იან წლებში ეს თბილისის ომი მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე ვიყავი მე თბილისის ომი, ცხინვალის ომი და ამ ომებში პირველი თუ არა მეორე მაინც ვიდექი 91 წლიდან უკვე დავიცი მაშინ ჩემი კურატორი კიდევ რომანი იყო ისე გვეცაზე მინისტრის მოადგილე იყო და ცხინვალში ვიყავით ერთად ომში მაშინ მე დავაკავე კოლუმბეკოვი იყო რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა ცხინვალის აი პირადად მე დავაკავე და მე ჩამოვიყვანე თბილისში იმის მერე აფხაზეთის ომები სულომები იყო და რა ვიცი ცხინვალის ომი აფხაზეთის ომი მე რა ვიცი პარტიის დობა და ემდე მოვედი ნენელა საერთოდ ცხოვრებაში მკაცრი ხართ? არც ისე რომ კაცრი მე უფრო მეგობრები მიყვარს ну როცა სამსახურს ეხება კი სამსახურის მიმართ კი იმიტომ რომ არაფერს არ შეიძლება სამსახურის ხალხი იმით რომ ეს პოლიციელი ვარ და მე მიჩვეული ვარ მე დღესაც ოფიცერი ვარ სალდათი ვარ მიჩვეული ვარ ბრძანების მიღებას და შესრულებას ამ ხრივ კი იმიტომ რომ პოლიციაში არ შეიძლება კაცრი არ იყო რაც შენს თავდებას ეხება და შენს ამბავს რომ არ შეიძლება რომ უტყოდო მაგას ვინმეს და არც სხვას ვაპატიებ რომ რამე დააშავოს პოლიციაში იმიტომ რომ პოლიციელი უნდა იყო სპექტაკლი და შემსრულებელი გამოიარეთ ომები აი ძალიან ბევრი ისეთი პერიოდი გაქვთ გამოვლილი არავინ არ იცის ისეთი სიტუაცია იყო სად ვის კლავდნენ რატომ კლავდნენ იყო ესეთი დრო რომ არავინ არ იცოდა აი ყველაზე მეტად რა გახსოვთ აი ესეთი მძაფრი ყველაზე ცუდი რაც იყო ეს იყო თბილისის ომი იმიტომ რომ როცა რუსთავზე ვიდექთ ის ერთი წელი იყო ბატონი ზვიადი პრეზიდენტი და ის ერთი წელი ჩვენ მოგვიწია სულ თითქმის რუსთავზე დგომა ჩვენ არ ვესწროდით არავის მე პოლიციელი ვიყავი გაღმას ჩემი მეგობრები იდგნენ გამოღმას დაცესაები ვისის და გვესწროდა და ჩვენ კი ყველა გვიმეტებდა პოლიციელები არიან ზაღლები გაიზა გული მწყდებოდა ჩვენ არ ვესწროდით თვითონ ყველაზე გაუგებარი ომი იყო თბილისის ომი ახლა ცხინვალში ვიცოდი მტერი სად იყო და ჩვენ სად ვიყავით და სად გვესწროლა აფხაზეთის ომშიც იგივე იყო მაგრამ აქ იყო ყველაზე მეტი შინაურლები ძალიან გვიჭირდა შინაურის რთული იყო ხო საწევა ყველაზე რთული იყო მე მარტო აქ თბილისში იყვნენ შემოსული გრუს ხალხი რუსები რომელიც იქეთაც კლავდნენ აქეთაც იზახდნენ აი ზვიადისტებმა მოგვიკლეს ზვიადისტები იზახდნენ ოპოზიციამ შავარდნის ხალხმა მოგვიკლა და გაუგებრობები ხდებოდა და ჩვენ ვიდექით შუაში და ჩვენ ყველა გვიმეტებდა მაგრამ ჩვენ არავისთვის არ გვისვრია ქართველებზე ჩემ ცხოვრებაში არაღი ადამიანებია ქართველზე რა საოცარია და იცით რა მაინტერესებს აი იმ პერიოდში როცა ესეთი სამოქალაქო ომი იყო ქართველი ქართველს ესროდა თქვენ
ვერ ახერხებდა პოლიცია ამ რა იყო ესე იგი აქ მთელი საქართველო გაიყო ორად პათოლოგია გახსოვთ ალბათ თქვენ და მე კარგად მახსოვს იმიტომ რომ იმ ერთი წლის განმავლობაში არც გვიძინია და არც ნორმალურად გვიჭამია და ოჯახებს საერთოდ არ დავდიოდით იმიტომ რომ მიგვიჭებდა სამსაურში ყოფნა ჯერ მე ცხინვალის ომი იყო თბილისში ჯერ არეულობები მე ისე რომ დაბრუნდი ცხინვალისზე თბილისში მოხდა ომი და მთელი საქართველო იყო ჩართული და გაიყო ორად და პოლიცია ძალიან ცოტა ვიყავით თავდაცვა თითქმის გათიშული იყო აქ ამიდან და ძალიან გვიჭირდა ვერ ვახერხებდით რომ აი რას მოვახერხეთ ეს რომ ნაკლები სიკვდილიანობა ყოფილიყო და პირადად აი მინისტრად დაინიშნა რომან გვენცა და მეორე დღეს დაჭრეს აი ასეთი ცხოვრება იყო ძალიან ჭირდა და ვერ ვახერხებდით და ისე რომ გაგვენეიტრალებინა და საგვეცილებინა ესო იმიტომ რუსეთის გვაწვებოდა შიდამტრები იყვნენ მაგრამ გარედამტრები უფრო მეტი იყო და ურევდა ქვეყანას და იყო ბატონო ანზორ აი ესეთი თანამდებობები გქონდათ და იყო ომის პერიოდი თქვენი ოჯახი აი ყოველთვის მეორე ხარისხოვანია ხოლმე ადამიანებს აი ჩვენ რო უყურებთ მოქალაქეები პოლიციელია იბრძვის თანამდებობის პირია ის უნდა იყოს ესე და არ ვკითხულობთ ხოლმე აი ოჯახი აი რას შვებოდა ოჯახი მაგ დროს როგორ ნერვიულობდა ნუ 90-იან წლებში რა თქმა უნდა თბილისში იყო ჩემი სოლშვილი ორი შვილი მყავდა ორი ბიჭი და ერთი მეუღლე ჩემი აქ იყვნენ მაგრამ როცა თბილისის ომი მოხდა ცოტა ხნით აფხაზეთში გავუშვი აფხაზეთში რო გავუშვი ბინა მქონდა დენის მასივში და სულ ჩამისხლეს ბინა თბილისში კედლები ყველაფერი მესამე მეოთხე სართული მქონდა სულ დასხლული იყო მე ვერ ვიტყვი ხა ვინ გააკეთა მაგრამ თქვენი თანამდებობის გამო იყო დიახ სხვა არაფრის იმიტომ რომ არ ვიყავი ახლა კი არ ვიტყვი ვიზახი რომ ყველაზე მაგარი პოლიციელი ვიყავი მაგრამ ცუდი პოლიციელი არ ვიყავი და თუ რამე ხდებოდა გასვლა იყო ყველაფერი გვიწევდა მე და მერაბი რაფავა იყო შეგასაკდა მინისტრის პირველი მოადგილე ყველგან ჩვენ გვაგზავნიდნენ და ასე ჯიბიდო იყო ნიჟარაძე კიდე ევროპის ჩემპიონი მოჭიდავე თუ სადმე გაჭირდა ყველგან რაფავა მარგიანი ნიჟარაძე ყველგან ჩვენ გვიშვებდნენ და ყველა გვისტობდა ყველა მთელი ქალაქი მისტობდა ну რა თქმა უნდა ბევრი ვერ მიტანდა ბევრთან მეგობრობდი მაგრამ ბოლოს მაინც ხო ისი ყაჩას თვალიტყისკენ გაობის და ჩემი ბინა მე მახცევ მეზობლები მთელი მეზობლები მეხმარებოდა ცოლ-შვილი არ მყავდა კიდე კაი რო გაშვებული მყავდა ერთი ხუთი ავტომატში გიდგა დაბლათული ღამე და სულ დამისხლეს სახლი სათუდიან სახლი რას ამბობ არაფერი არ დატოვეს აზი კარების დასხლეს ის კარების და მასე ცხოვრება იყო მაშინ. ჭირდა ძალიან. თქვენ თქვით ვერ მიტანდნენო. როგორი რთულია, როცა იცით რომ იცავთ კანონს, გინდათ რომ ქვეყანა გადარჩეს და მაინც ვიღაცა ვერ გიტანთ. აი რა შეგრძნებაა ეს? რა თქმა უნდა, ცუდი შეგრძნება, იმიტომ რომ მე ხო ჩემით არ ვიგონებ რამე, მე ხო ჩემით არ ვაკეთებ კანონი, რას დაიწერა, ის კანონი და შეასრულო. თუ კანონი არ დაემორჩილა ხალხი, ისე 90-იან წლებში დავბრუნდები და ნუ ახლა ეს ქუჩის ხალხს ზოგს ვინც ქუჩა არის და ყაჩაღია და შეგნებული აი ბიჭები ქუჩაშიც ბევრი არიან, ისინი მას ალიკადრებენ ბესპრიდას და აი ყაჩაობას და დაუნდობლობას, მაგრამ არის ისეთების, რომ ვერ არავის არ ინდობენ და ამიტომ ვერ მიტანდნენ, ბევრი ვერ მიტანდა, ბევრთან მეგობრობდი. მე ომში გავიცანი ყველას თითქმის ერთად შევგროვდით აფხაზეთის ომში და იქ იმის მერე უფრო დავმეგობრდით ხოლმე მომიწია მათთანაც ომი. ვინც მესროდნენ, ვინცაც მაგინებდნენ, მაგათაც მოგვიწია ომი და ზოგმა მოიბოდიშა ზოგს მოვეფერეთ ერთმანეთს და ბოლოს ეხლაც ბევრია სოცხალი ვინც მე მესროდა და ვისაც ჭუღური მომსვლია, მაგრამ მეგობრობ ზოგთან ახლაც. რა საოცარია, ნუ გაუგებრობა იყო ესეც და ეთყობა აქედან გამომდინარე ორივე მხარე
უფრო ჯანსაღად მიუდგა ყველაფერს. ორგზის დევნილი იყავით, აი ორჯერ დევნილი. აი რა მოგცათ ამ განვლილმა გზამ? აი რა ისწავლეთ თუ ტკივილის გარდა ვერაფერი ვერ ისწავლეთ? ჩვენს მე დავიბადე სტავროპოლში. ჩვენ გადმოგვასხარეს 57 წელს, მაშინ მე ვიყავი 1 წლის აფხაზეთში. იქ გავიზარდეთ თითქმის თბილისში ჩამოვედი, აქ ვსწავლობდი უნივერსიტეტში. ის ვერ თქვენ ციცის ხელმეორე დევნილი გავხდი და რა ვიცი ამ დევნილობაში გავატარეთ ეს ჩემი ცხოვრება, მაგრამ რა ვიცი, აბა წარი მოგონებებია. ახლა რა თქმა უნდა, ორგზის დევნილი რა ვარია. თქვენ ბრძანდებით აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე. აი მომიყევით ამ ორგანიზაციის შესახებ და რა ხდება? აი როგორ დააფუძნეთ ეს ყველაფერი და როგორ მიდიხართ? ეს როცა აფხაზეთში ვიყავი ჯერ კიდევ მაშინ დაფუძნა იქ ჯიხა 23. გენო ადამე იყო 24 მესამე ბრიგადის მეთაური, მან დააფუძნა აფხაზეთში, თავმჯდომარეს თვითონ იყო. მე გენო რო დაიღუპა თბილისში ჯერ კიდევ ვეტერანთა კავშირი არ იყო შექმნილი, რომ ჩვენ შეგვეით აფხაზეთის მეომართა კავშირი 95-ში შეიქმნა. შევგროვდით ნაომარი ბიჭები, ჩვენით რაღაცას ვაგროვებდით, ოფისი ქონდა, ვეხმარებოდით ვისაც ჩვენზე ნაკლები ქონდა მას. ჩვენ თუ რამე გაგვაჩნდა, მახსოვს პური ჩასასვლელი მოქონდა ოფისში ვაგროვებდით და ბიჭები რომ მოდიოდნენ, აბა ვის რა გიჭის შვილებზე და განაწილებდით რაღაც ერთმანეთში ვეხმარებოდით და მე ახლა ცოტა საშუალება მქონდა ხოლმე მაგ წლებში უფრო მეტად და რაც შემეძლო გვერდში ვედექი და ასე მოვდიოდით რა. მე უკვე ახლა ამ ბოლო პერიოდში უკვე მეორე დამირჩიეს აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარედ და ვიკრიბებით ხშირად და ახლაც ვაკეთებთ აი ვეხმარებით და დაუპულის ოჯახებს დღესასწაულებზე რაღაცებს ვეხმარებით. არის ესეთი დროს მომენტები რომ ჩვენი მეგობრების შვილები სწავლობენ და დიპლომის ასაღები ფული არ აქვს ბოლოს. ასეთ შემთხვევაში ყოფილა ბევრს დავეხმარეთ და ეხლა ჩემი მეგობარია ლევან ქესბაია, მაგი არ იყო მოსკოვში, იყო ჩამოვიდა, ძალიან დაგვიდგა გვერდში, მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარეა და დღემდე ვაკეთებთ აი გენო ადამიანს ბიუსტი გავაკეთეთ ჩვენი ფულით. ირაჯაულის ბიუსტს გამთ 18-ში ზუგდიდში ახლა ბევრი გმირები ჩვენი ვინც არის ენორი გმირი ავტოესელიანის ბიუსტი გვინდა დავდგათ და პარკი გამომიყოს ზუგდიდში დადიანების სასახლეს გვერდით მიწა და ვაკეთებთ გმირების პარკს. სადაც იქნება მოდმივი ცეცხლის და რა ვიცი ვეხმარებით ერთმეორეს და ვავსებთ რა რომ ბიჭებს კონდეთ რაღაცა კარგია ერთით, იმიტომ რომ ჩვენ ახლა 10,000-მდე ვართ. 10,000 ადამიანი ვართ, მაგრამ ჩვენი შვილები, ოჯახები ყავს, შვილიშვილები. ძალიან ბევრი გამოვდივართ ისე და ყველანაირად კაია რომ მეომართა კავშირი გვაქვს, იმიტომ რომ მარტო ის რაღაც რომ ერთად ვიკრიბებით და მოგონებები გვაქვს. თავარი ისა რომ ვინმე რო კვდება, მე ერთად მივდივართ, რაღაც ფულს ვაგროვებთ. მე დახმარებებს უწევთ და რა ვიცი აბა რაც შეგვიძლია ვაკეთებთ ყველაფერს. რამდენი წლის ბრძანდებით? 71. 71 ის? ოი, რა მითხარით? იცით რა არის? აი მაგრამ ერთობს კიდე გაუძლებ. იცით რა მითხარით? ნახეთ არ ვიცი, მე 64 წლის ვარ და 71 თუ 70 შემდეგ ეს ბევრია თუ ცოტა, უბრალოდ თქვენ უნდა გკითხოთ. ნახეთ, გადის ცხოვრება, მივდივართ დამთავრებისკენ, მათ შორის მე ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ აი ნელ-ნელა იწურება ეს წლები. აი როგორ შეაფასებდით თქვენს
მოღვაწეობას. თქვენ თავად ის არა რომ აი ვიღაცას ვკითხოთ და ის იტყვის, აი რა კმაყოფილი ხარ დაგიფასდათ შრომა? ვერ ვიტყვი რომ არ დაიფასდა, იმიტომ რომ მე თავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კარგის მეტი არ დაუტოვება რასოს ქუჩაში სხვათა შორის და არ დამკარგნია ჩემი ნაშრომი, ნაომარი ნაწვალები. კარგის მეტი არ გაუკეთებია და აი ახლაც თუ რამე არის დახმარებებზე რამეზე თუ გჭირდება ვეხმარებიან ვარსარგოვნებიან არაფერზე მე ჩემ თავზე არა ნაკლებად ვთხოვ იმას რამეს მაგრამ ბიჭებს ხო უჭირთ იქ გვდებიან ზოგს საოპერაციო ზოგს რაღაცა უჭირთ ხშირად ვეხმარებით ხოლმე და ძალიან მე ყოფილი ვარ ყველა დამიფასდა მე ვერ ვიტყვი არ დამიფასდა მოდით ჩვენ ახლა სარეკლამო ჭრა გვექნება რეკლამაზე უნდა გავიდეთ და სხვათა შორის რადიო მსმენელებს და ტელემაყურებელს არ უყვართ ხოლმე რეკლამები, მაგრამ ეს რეკლამაა, რომელიც ჩვენ გვაცოცხლებს და გვასულდგმულებს და ხელფასს ვიღებთ. აქედან გამომდინარე, მე პირადად სიხარულით ვაცხადებ ხოლმე რეკლამას და დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ და გავაგრძელებთ საუბარს. დაგველოდეთ ძვირფასო რადიო მსმენელებო და Facebook გვერდის მაყურებელო.